ამ წუთებში მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ბათუმის მეცხრე არხის ჟურნალისტ ნათია როყვას დღეს საღამოს რეალ ტივის მიკროფონით ორი პირია ედევნა. ისინი მეცხრე არხის კორესპონდენტს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ხელს მიშლი მუშაობაში. რატო არ გიკეთია ბარათი? კადრებს რატო არ გიკეთია? კადრებს ვიღებ და ხელს მიშლი მუშაობაში ხო გამეწო. არც ოპერატორს უკეთია, დააფიქსირე და რატო არ უკეთია? მარტო მიკროფონი არ კმარა. მოცემა არ მინდა, შენ მოსახურობ და უნდა გააშო. ძალიან გთხოვთ, კადრებს ვიღებთ, ძალიან გვეჩქარება და მიშლი ხელს მუშაობაში. არ პასუხობ კითხვებს. ბარათი. არ პასუხობ კითხვებს. უნდა ვიცოდე ვინ ხარ? ძალიან გთხოვთ. სახელი და გვარი ხო უნდა ვიცოდე? ნიკო, იქნებ კადრები გადავიღოთ. რატო არ გიკეთია ბარათი? ხელს მიშლი მუშაობაში. გამეცი პასუხი. ხელს მიშლი მუშაობაში. მუშაობ კადრებს. ხელს მიშლი მუშაობაში. კადრებს იღებ, გადაიღოს კადრები. ხომ იდექით და იღებ კადრებს. გადაიღო. ხელს მიშლი აი ამ კითხვას. არ ვარ ვალდებული ვინმეს კითხვებს უპასუხო. არც იმ კითხვებს ტელევიზია პასუხს. ხომ ხარ? კითხე და იპასუხო. შენ რატო ამ პასუხობ? არ მაინტერესებს არც იმ კითხვებს პასუხს. ძალიან დიდი იმიტომ რომ ბოდიში. დაგავალეს ხო? ძალიან დიდი ბოდიში. დაგავალეს ხო? ხელს მიშლი მუშაობაში. ვიმეორებ რომ ხელს მიშლი მუშაობაში. გამეცი რამოდენიმე კითხვა. ძალიან დიდი ბოდიში. არც იმ კითხვებს პასუხს. რატო არც იმ დაგავალენ და იმიტომ არც იმ? წერს ერთი ჟურნალისტი რომ ხარ უნდა ქონდეს ბარათი რომ წარმოადგენ ამადამ ტელევიზიას მარტო მიკროფონი არ გმარა იმისთვის რომ შენ წარმოადგენდე რაღაცა ტელევიზიას ხო ესეა არ გაქვს ხო არც ერთ კითხვაზე პასუხი და არც იმ პასუხს არა ხელს მიშლი მუშაობაში მე რამდენჯერ პასუხი და ბოდიშ გიხთი არ ღებულობ შენს ბოდიშს ღებულობ მე შენს ბოდიშს გლდანის საპროფილეში 21 წლის მიხეილ ბაზაზიანის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით სასჯელ ახსრულების სამინისტროსგან განსხვავებით ოჯახის წევრებს სხვა ვერსია აქვთ. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ პატიმარი ციხეში ცემით მოკლეს. ბაზაზიანს დღეს დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაუტარდა. გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილ მიხეილ ბაზაზიანს განმეორებითი ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდა. გარდაცვლილი პატიმრის ახლობლები ეჭვობენ, რომ გლდანის ციხეში ბაზაზიანი წამების შედეგადაა გარდაცვლილი. გარეგანი დათვალიერებით ნახეთ ჩვენ ცხვირის ზურგზე მოწითალო სუსტი მოლურჯო ელფერის დაზიანება სისნაჟგენთის სახით და ასევე ნაჭტევი მარცხენა ხელის მტევნის ზურგის ზედაპირზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ციხეების ხელმძღვანელებს მიმართავს და სთხოვს პატიმრების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოიჩინონ. მე მინდა თხოვო ყველას არ შეიძლება ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოთ. არავინ არ არის დაზღვეული იმისაგან, რომ თვითონ ჩავარდება იმ მდგომარეობაში და თვითონ გახდება პატიმარი. პარტიების 17-ვე წარმომადგენელი დღეს საქალაქო სასამართლომ დამნაშავეცნო და გადარიცხული თანხის 5 მაგი ოდენობით დააჯარიმა. ადვოკატები ამბობენ, რომ პროცესმა დარღვევებით ჩაიარა და მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა. დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღო არა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე გიორგი მუქაუტაძემ, არამედ დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. პოლიტიკური სუბიექტებისათვის გადარიცხული თანხების დაუსაბუთებლობის გამო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 17 წარმომადგენელი სამართალ დამღვევას ცნობდა საქმეს სასამართლოს გადაუგზავნა. თავად ფიზიკური პირები აღნიშნულ ქმედებას ეგრეთ წოდებული მომავალი შემომწირველების დაშინების მცდელობას უწოდებენ. მათი თქმით, თითოეულმა სასამართლოს გადარიცხული თანხების წარმომავლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა. 2004-2008 წლებში ჩემი იტალიაში ელჩად მუშაობის პერიოდში იყო ჩემი 1 თვის შემოსავალი. მოუტანა ამის ყველა დამადასტურებელი ცნობა. დღის პირველ ნახევარში პროცესზე ინციდენტი მოხდა. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი კონსერვატიული პარტიის წევრი კახა ბაციკაძე პროცესის 1 საათით გადადებას ითხოვდა იმ მიზეზით, რომ მას დიაბეტი აქვს და მედიკამენტის მიღება სჭირდებოდა. მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოყვა. შედეგად კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუშინეს. ფიზიკურმა პირებმა დაკისრებული ჯარიმა 7 სამუშაო დღეში უნდა გადაიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ქონება დაყადაღდება.